მოკითხა და ოპოზიციის სტატისტიკას გაეცნო. ძალიან მძიმე ვითარებაა კრიმინალურ ფონზე შექმნილი. ჩვენ ვხედავთ, რომ კრიმინალური მდგომარეობა დამძიმდა ძალიან და ამის დამადასტურებელი საბუთები არის ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალურად სტატისტიკის დეპარტამენტიდან. გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოში კრიმინოგენული ვითარების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით იმატა. შემცირებულია საქმეების გახსნის მაჩვენებელიც, რაზეც ოპოზიცია პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს. გარდა ამისა, ოპოზიციის განცხადებით საგანგაშოდ არის გაზრდილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შემთხვევებიც. დღეის მდგომარეობით არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 170%-ით არის მომატებული. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 60%-ით გაიზარდა დანაშაული 2018 წელს 2017 წელთან შედარებით. 18%-ით იკლო გახსნა ამ დანაშაულის. ესე იგი, ეს ხატყობს იმას, რომ დანაშაული იზრდება და პროცენტულობა გახსნის კლებულობს. ყველაზე მძიმე დანაშაულებები, რაც მინდა გამოვყო ამ სიტუაციაში და ეს აისახება სოციალურ ფონზე მოსახლეობის და მდგომარეობს იმაში, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა 170%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. მკვლელობის მცდელობა 34%-ით გაიზარდა. ქურდობა გაიზარდა 89%-ით, ძარცვა 30%-ით. ხატყობს იმას, რომ კრიმინალური მდგომარეობა არის უმძიმესი ქვეყანაში. მე მიჩნდება კითხვა, ხო არ არის ეს შედეგი იმისა, თუ ვადარებთ 2017 წელს, ეს ხო არ არის შედეგი იმისა, რომ მოხდა გარიგება ხელისუფლებასა და კრიმინალურ სამყაროს შორის არჩევნებთან დაკავშირებით და ხარკს ხო არ იხდის დღეს ხელისუფლება. გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ მოქალაქეები გორშიც, მათი თქმით ისინი ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ამის მაგალითად კი ბოლო პერიოდში მომხდარი კრიმინალური შემთხვევები მოყავთ. რაღაცა საგანგაშო არაფერი ხდებოდა, რაც ხდებოდა კიდევაც ხდება. აი რაღაცა განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ყო ამ დონეზე და კიდევაც არის რაღაცა დონეზე ყოველთვის იყო და კი, რა თქმა უნდა, უფრო გაიზარდა. მე როგორც ინფორმაციას უსმენ, უფრო გაიზარდა, რა თქმა უნდა, ბოროტება. გაიზარდა. აი რაზე დაკავშირებით შეგიძლიათ? აი ტელევიზორს რო უყურებთ, იქ არის ხოლმე გაზრდილიობა. შემთხვევების ყოველ გაიხსენებთ, რაც ხდება. ეხლა მე პენსიონერი ვარ, გარეთ არ გამოდივარ და ზეთა ტელევიზორი და დაჭრები, ჩხუბი, აი ეგეთ რაღაცები. მკვლელობა. რატო ხდება? უმუშევრობა. უხელფასობა, როცა კაცი დაკმაყოფილებულია ყველაფრით, არაფერს არ იმასვე. სიულად არის გაწყობილოც არც მუშაობს, არაფერს აკეთებს, უსაქმურია. მე მგონი კი. გაიზარდა კი გაზრდილია საკმაოდ. მაგალითად ჩემი ძმისშვილი გაგვინაცგურა სახლის სოფელშია, სულ დაიპარა ყველაფერი. შეიჭრა ჩვენ ბინაში, ძმამ ყავს უსინათლო, ჩემთან ამყავს. შეიჭრა ჩვენ ბინაში, სუნთრად გაგვინაცგურა ყველაფერი, გაზი და ყველაფერი. აბა კრიმინალი არ არის, მაგრამ არის. სხვა რა საქართველოში გაზრდილი არ არის. კაცის კლა და ყველა. ხანაში ახლა როგორც ტელევიზორში აცხადებენ და ინფორმაციები მოგვდის, თითქოს გაზრდილია, მაგრამ რასთან არის დაკავშირებული ეს არავინ არ იცის. შესაძლებელია წინა პერიოდის ინფორმაციები არ აქვს სრული და ახლა გვეჩვენება რომ გაზრდილია. ატაკება რომ მოხდა ორ კლანს შორის ის ვინ იყვნენ ადუაშვილები და ვიღაცები ესენი ბიჭები ერთმანეთს ხოცავენ. აგერ მოჭიდავეების ცემატყრება იყო, ახლა კიდე კი იძახის ის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, რომ არაო, მაგრამ რა მოხდა, ახლა გაარკვევენ ალბათ, მაგრამ მე ვიცი ეს უფრო ყოფითი ამბებია, ახლა ისეთი განსაკუთრებული მაინც არაფერი არ ახდება ცუდი. როგორ არა გაზრდილია შვილი? აი რა ფაქტებს დაასახელებთ? ამდენი ფაქტები და რამელი და მკვლელობები ხდება რა, დღე არ გავა რომ მკვლელობა არ მოხდეს. ჩვენ ბოლო ხანებში გვესმის საუბარი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიძლება დაწინაურდეს და გახდეს პრემიერ-მინისტრი. ამ ფონზე, სტატისტიკის ამ ფონზე, დანაშაულის 60%-ით ზრდის ფონზე. თუ როგორი შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ როგორ შეიძლება დაწინაურდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მისმა პრემიერობამ, ცალსახად საზოგადოებამ უნდა დაინახოს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს ის, რომ დღეს ფაქტურად ძალოვანი სტრუქტურები ამ ფონით, კრიმინალური მდგომარეობის ზრდის ფონით იხდიან ხარკს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაიყვანეს და მოახდინეს სინთეზი არჩევნების პერიოდში და გაიყვანეს ქალბატონი სარომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი.
2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობა 58%-ით გაიზარდა. საპატრულო პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის 53627 შემთხვევა აღრიცხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად 2017 წელთან შედარებით 19,71%-ით არის შემცირებული დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი. დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით პირველ ადგილზე საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალური აქტებია. რაც შეეხება განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულს, 2018 წელს განზრახ-მკვლელობების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, 69 ფაქტი. მათგან პოლიციამ 45 შემთხვევა გახსნა. ოჯახური ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებების რაოდენობა 123%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია სამოხელეო დანაშაული 34%, რაც მათ შორის ქრთამის მიცემასაც მოიცავს. სულ ამ ტიპის დანაშაულის 601 შემთხვევა აღირიცხა. მხოლოდ გორში დაახლოებით 700 ავტომობილმა ტექ დათვალიერება ვერ გაიარა. ტესტირების